ერთფრიად საინტერესო თემაზე უნდა გესაუბროთ ახლა. წერალი გიორგი ახვლედიანი, მე გავიცანი გასული საუკუნის 90-იან წლებში იმხანად მეც ძალიან ცოტა ხანი ვიყავი მისული გაზეთ რეზონანსში, რომლის რედაქტორიც იყო არ შემეშლება ნამდვილად თამარ თავაძე. რედაქცია მდებარეობდა თბილისში აღმაშენებელზე, რამდენადაც მახსოვს და არადიდუბეში, მაგრამ შესაძლოა ვწდები. და გიო ახვლედიანიც აკამორჩილაძე ახალმისული იყო ამ რედაქციაში. რედაქციის დამფუძნებელი იყო ასეთი კაცი მალხაზ რამიშვილი, თუ არ ვწდები, ბიძაშვილი შალვარამიშვილიც კი იყო იმ რედაქციაში, პატარაები ვიყავით მაშინ და მალხაზ რამიშვილი მეორე დამფუძნებლის გვარი არ მახსოვს. მეორე დამფუძნებელი მაინც რაღაც სტამბის, რამდენადაც მახსოვს, სტამბის მიმართულებით იყო. ეს მალხაზ რამიშვილი, თავად მალხაზ რამიშვილი, რამდენადაც ვიცი, ახლა ასულაც არ იმყოფება საქართველოში, შესაძლოა ვწდები. მოკლედ თამარ თავაძეა რედაქტორი, ეს თამარ თავაძე უკვე შემდგომ წლებში წავა საზოგადოებრივ მაუწყებელში სიმუშავებს, მე მეგონია იქაც აღარ მუშაობს ახლა და აი ძველი თბილისში რაღაცა ისტორიულ შენობებზე საუბრობს, რაღაცა გამოცემა აქვს, თუ არ ვწდები, თუ ჰქონდა, ფოტოებს იღებს, ტურისტები დაჰყავს, რაღაც ისტორიებს გვიამბობს. ეს დამრიგო თავაძე. და გიო ახვლედიანი გავიცანი მეთქი იქ და ჩვენ დავმეგობრდით ალბათ ხმამაღალი ნათქვამი სიტყვა, მაგრამ კარგი ნაცნობები ვიყავით, კარგი ახლობლები, საუკეთესო მთხრობელია. ეხლაც და მაშინაც იყო რასაკვირველია გიო ახვლედიანი აკამორჩილაძე. ახსოვს გალაქტიონის ხიდზე გადმოვდიოდით ერთხელ და ის იმდენად საინტერესო ამბავი მიამბო, ისტორია მიამბო, რომ აი რაღაც სახშირო დავბრუნდი, აღარ მახსოვს ახლა ემოციას გიზიარებთ, სახშირო დავბრუნდი, აი ჩემ მშობლებსაც გაუზიარე ეს რა მაგარი რამ მომიყვა მიამბო გიო ახვლედიანმა აკამორჩილაძემ მეთქი. ეს არის 90-იანი წლები ეს და მოვიწყდა რომ მეთქვა 92 ალბათ 91, 92 უფრო, მე ვარ 19 წლის იმხანად. უკვე შემდგომ გიო ახვლედიანი იცით თქვენ რომ ჯერ ერთი მწერალია რასაკვირველია და პირველ ყოვლისა მწერალია და დიდი მწერალია და მასშტაბური მწერალია, არავინ არ გამართობს ამ თემასთან დაკავშირებით ამ საკითხზე. უკვე შემდგომ გიო ახვლედიანი თანამშრომლობდა და მუშაობდა გაზეთ სარბიელში. ეს სარბიელი კი იყო ჩემი მოსაზრებით უნიკალური და ფენომენალური და ჩემი მოსაზრებით კი არა, რეალურად უნიკალური და ფენომენალური გამოცემა. ჩვენ სახლში, ამაჩემის სახლში ჩემს ძმას აქვს რამდენადაც მე ვიცი, დღემდე ეგრეთ წოდებული პატშივკა, გაზეთშიკები გამიგებენ რა არის ეს პატშივკა, ანუ კრებული ნომრებისა, გაზეთ სარბიელის ნომრებისა, არ ვიცი რამდენი ნომერია სულ გამოცემული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც კი არ არის, თუ არ იყო, თუ ჩემს ძმას შენარჩუნებული აქვს იმ რაოდენობის ნომერი, რომელიც ჩვენ სახლში ინახებოდა დილის 8 საათზე, ჩემი ძმა, რომელსაც ძილი უყვარს, ხო, ჩემი ძმა, აი ამ ნახატის ასე მაგალითად ავტორი და კიდევ მთელ სახლში მისი ნახატებია. ხატვარი გიორგი ტაბლიაშვილი დილის 8 საათზე კაცი, რომელსაც ძილი უყვარდა და უყვარს, მაშინ სკოლის მოსწავლე იყო. მოგიდა გადიოდა ხოლმე და კრიკუნები ჰქვია, თუ ერქვათ და ჰქვიათ ახლაც, პირებს, რომლებიც აი გაზეთებს დაატარებენ, კი არა, გაზეთებს ყიდიან, არა ჯიხურებში, არამედ აი ეს დახლები როა. საგაზეთო დახლები კრიკუნთან ყიდულობდა ხოლმე ამ სარბიელს და იქ რასაკვირველია, აი ბევრი მაკითხველი ეძებდა რასაკვირველია სხვათა სტატიებსაც, მაგრამ გიო ახვლედიანის სვეტებს, საავტორო სვეტებს, ხო? ეძებდა კი არა, ყვავილობდა და კითხულობდა და ეცნობოდა. ეს სვეტები იყო თავისთავად, აი ეს სვეტები რო გამოსცე მარტო გიო ახვლედიანის დახასიათებისთვის და მასშტაბის შესაგრძნობად, ხო, გასააზრებლად, ესეც კი საკმარისია. უმრავლესობა ერთი ხანობა სვეტების, ავტორო სვეტებისა სრულდებოდა ასე. რაღაცა წერია, ანუ ერთი სვეტია 4 სვეტში თუ 5 სვეტში, 5 სვეტიანი მარჯვენა მხარეს როგორც წესი და სრულდებოდა ასე. დაგაზა, ხო, არის არა დაგაზა, არა გაიქცა, არამედ გაზა, გასკოინზე იყო. პოლ გასკოინზე ბრიტანელ გენიალურ, ინგლისელ გენიალურ ფეხბურთელზე აქცენტი გადატანილი, ბევრი მიხვდებოდა ალბათ იმ სარბიელის მკითხველიდან ცხადიები ხვდებოდა, კი არა ხვდებოდა, რასაც
ლაპარაკობდა, ხო? შეიძლება სულ სხვა რამეზე ყოფილიყო ის საავტორო სვეტი, მარტო ფეხბურთზე, მარტო სპორტზეც არ იყო ხოლმე, რაღაცა ფენომენალური საავტორო გენიალური სვეტები ჰქონდა აკამორჩილაძეს ფსევდონიმია. თუმცა ამავე გაზეთში არ მინდა შემეშალოს და აქედან გამომდინარე არ ვიტყვი, სხვა ფსევდონიმებითაც წერდა, ანუ გიო ახვლედიანის სახელით კი არ წერდა, ფსევდონიმებითაც, სხვა ფსევდონიმებითაც წერდა გიო ახვლედიანი, არ მინდა შემეშალოს, საერთოდ სარბიელი იყო, აკი გითხარით, გენიალური გაზეთი, მე გენიალური, ოღონდ მართლა გენიალური გაზეთი. მე ყველა სტატიას ხო ვერ გაიხსენებ კაცი, მაგრამ აი ამდენიმე კი მახსოვს დღემდე. მაგალითად, როდესაც საქართველოს ნაკრებს წინ ელოდა მატჩი პერუჯაში, იტალიის ნაკრებთან, ასეთი ჰედლაინი იყო გამოტანილი, წინ პერუჯა. დღემდე ბევრს ახსოვს ეს სათაური. სათაურს საერთოდ ჰედლაინს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, მომნატრებია გაზეთი. ახლა ისე გამომდის გაზეთის გაკეთება. უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, 2 სიტყვიანი უნდა იყოს, 3 სიტყვიანი უნდა იყოს, უნდა იგრძნობოდეს სურნელი თავად სტატიისა, ასე უნდა ავხსნა სათაურში ვე, 2 სიტყვიანი უნდა იყოს, აკი გითხარით. სარბიელს ამ თვალსაჩინო არათუ არ უჭირდა, არამედ შეიძლება საუკეთესოც იყო, აი ამ სათაურების, სტატიების თვალსაჩინო, მაგრამ სათაურების დარქმევაში განსაკუთრებით გენიალური იყო ფეხბურთის მაესტრო, არა, ფეხბურთის ღმერთი რო წავიდა ფეხბურთიდან, ანუ დიეგო არმანდო მარადონა, სარბიელმა უძღვნა ეგრეთ წოდებული რაზვაროტი, ანუ შიდა 2 გვერდი, აი თქვათ კი 16 გვერდიანი იყო, ხო, მერვე და მე-9 გვერდები, ანუ ესე იგი მარცხენა გვერდი და მარჯვენა გვერდი, შუაში დიდი ფოტოთი და სათაურა სტატია ასე, ფეხბურთის დიდი ეგო, ზაკილის ნიშანი. დიეგო მარადონას ხო დიეგო მარადონა ჰქვია და აი ნახეთ როგორ მოფიქრება, ხო? ფეხბურთის დიდი ეგო და მარადონას დიდი ფოტო, ერთი კი არა, ბევრი იყო ამავე სტატიაში, ავტორი არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. ამ გაზეთში მუშაობდა ისეთი გენიალური და ძალიან კარგი ჟურნალისტი, როგორი კარგი ჟურნალისტები, ხო, ყობა ინასარიძე მაგალითად, მერაბი მამულაშვილი, ერთი ხანობა გიორგი დარჯანია, ჩემი მეგობარი, 40 წელია მეგობრები ვართ. სხვები და დასაკვირველია ერთმანეთზე უკეთესი ავტორები მეთქი, ასე ვიტყვი. მერაბი მაგალითად ანკობა ქართულ ფეხბურთზე წერდნენ უფრო. ამდენადაც მახსოვს კი არა, სწორე მახსოვს. დამფუძნებელი იყო ზურაბ ფოცხვერია, რედაქტორი იყო ერთი ხანობა და დიდი ხანი ზურაბ მეძველია. სტატიები სათაურებზე შემომახსენდა ისევ, მაგალითად ეს წინ პერუჯა ხო გავიხსენე და აი კრივზე იყო ასეთი სტატია, ლენოქს ლუისია მაშინ მსოფლიო ჩემპიონი და გიორგი კანდელაკი მსოფლიო ჩემპიონიც არის, თუ არ ვცდები, როგორც რაღაც სხვა ფედერაცია ქვია, ხო, სხვა ფედერაციით რაღაცა კამარი აქვს და ასე ვრცელდებოდა, რომ თითქოს გიორგი კანდელაკი, ქართველი მოკრივე, პრორუსი როა, ის დააპატიმრებულია, ხო, ეხლა ამდენაც ვიცი კი არა ესეა. გიორგისა და ლენოქს შორის გიორგი აბაზრებდა ესე, გიორგი ამბობდა ესე, კარგი ტკბილი ურთიერთობა იყო, არ ვიცი სიმართლე გითხრა, ასე იყო თუ არა მართლა, მაგრამ და სარბიელმა გამოიტანა ასეთი სათაური. თითქოს გიორგი ეუბნება, საუბრება ლენოქს ლუის, უკავშირდება ტელეფონით, უფრო ზუსტი რო ვიყო და სათაურია ასეთი, ალო, ლენოქს მიმართავს, გიორგი ვარ, ანუ ვითომ ასეთი შეხმატკბილებული კი არა, მჭიდრო და ახლა ურთიერთობა ჰქონდა. კიბოდი შემთხველებისათვის ანქაურ მაგარ მოკრივეს, დასაკვირველია ჩვენი მასშტაბით ის მაგარი მოკრივე იყო გიორგი კანდელაკი, იქაურ სოფლიო მასშტაბის, აი, ჰოლიფილდებს და ტაისონებს რო ამარცხებს, ჰოლიფილდიც დაამარცხა, მგონი კი ლენოქს ლუისთან. ბრგეკაცი იყო ეს ლენოქს ლუისი, ხო გახსოვთ, აი, აღალი და ჯანიანი. კიდე რა სათაურის გახსენება შეიძლება, წინ პერუჯა ვთქვი, ფეხბურთის დიდი ეგო ვთქვი, სხვების გახსენებაც შეიძლება პრინციპში, ხა კარგად რო დავფიქრდე, დასაკვირველია, ასე იქნება. გიო ახვლედიანი დიდი მწერალია. ჩვენი მასშტაბით დიდი მწერალია, მეთქი ამას არ ვიტყვი. ის ზოგადად დიდი მწერალია.
ჩვენი მასშტაბით კი ბატონო, უნდათ ასე ვიტყვი. მე მახსენდება მისი წარმოთქმული სიტყვა ფრანკფურტში, როდესაც ქართველი მწერლები იყვნენ ჩასულები ლიტერატურის წიგნის ფესტივალზე და სწორედ მას ანდესაც არასწორი სიტყვა, მას უნდა აბავის უნდა წარმოეთქვა სიტყვა, გენიალური სიტყვა წარმოთქვა გიო ახვლედიანმა. და მადლობა უნდა გადაუხადოთ მას უკლებრივ ყველა ნაწარმოებისათვის, ვიტყვი ასე და რასაკვირველია მისი შემოქმედებისათვის, მისი მასშტაბურობისათვის და ასე შემდეგ. ბოლო ხანებია იმ ხარაზე ვლაპარაკობ, ხო? ბოლო ხანებია იმ საკითხზე გიო ახვლედიანმა უნდა ამოიღოს თუ არა ხმა იმ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში, დიდი სჯაბაასი არ ვიცი, ამდენად დიდი, მაგრამ სჯაბაასი კი მიმდინარეობს. ახლა მეორე კაცზე გეტყვით ორ სიტყვას, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ და რომელიც ასევე არის ძალიან გულიანი ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მასშტაბური კაცი, საკმაოდ მასშტაბური კაცი, კი ბოდიშე ლევან, საკმაოდ კი არა, მასშტაბური კაცი ხარ, მე ვლაპარაკობ ლევაცების კვირაზე. ლევანი ეს ღვინის მოყვარული, ლიტერატურის მოყვარული და საერთოდ რაღაც ადამიანის მოყვარული და კიდე მასშტაბების მოყვარული და სწორად შემფასებელი კაცი არაფერში არ ცდება საერთოდ. აი უხეშად 8000 არა 30000 საკითხი რო ჩამოთვალო, ჩემი და ლევანის პოზიციები ყოველთვის დაამტყრევია ერთმანეთს, ერთადერთ საკითხზე არ დაემთხოვოთ, არაფერი არ უთხარი მაშინ ამ ახლობით 8 წლის წინ, ალბათ ცოტა მეტი 10 წლის წინ, როდესაც მას ჰქონდა ესეთი ორსიტყვიანი ლაშქრობები ლეო მესის წინააღმდეგ და იბალას ქომაგობდა, ახსოვს კარგად, საჯარო სტატუსებში და მე მაშინ არ გამოვეპასუხე საჯარო სტატუსს, ლეო მესის იბალოს ქომაგობდა, თავს ესხმოდა ლეო მესის, მან დრო მოჭამაო ლეო მესიზე ამბობდა და უკვე შემდგომ აღმოჩნდა, რომ ლეო მესი ინგა მირეკავს ამასობაში, ბოდიში, ხო ზვირფასო. ინგა, ბატონო. მე ვიდეოს წერ ეხლა და ჩაწერის პროცესში ვარ და ჩამოვალ თუ გინდა ერთი 10-15 წუთში. არა უშავს, არა ესეც გავა. ესეც საინტერესო ვიდეო გამომდის თან და კარგი ზვირფასო. კაი. კარგი. როგორ ამოხვალ შაკეტილი მაქვს ინგა. ამიტომ 15 წუთი დაახლოებით. სადღაც უნდა წავიდეთ მე და ინგა და ბავშვი წაიყვანა და მე უთხარი რომ შენ მეთქი მე ჩამოვალ მეთქი მე ხომ ვიდეო ჩაწერა ხომ მოგინდება კაც და ამ საინტერესო საკითხზე მithumres. მოკლედ ლევანი მეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში, მეთქი ასე ვიტყვი. ყველაფერში პრაქტიკულად და მე და ლევანი მეგობრები ვართ. ლევანი იყო და არის მახო ხარბედიას, ჩემი მახო ხარბედიას მეგობარი, მე ვარ მისი მახო ხარბედიას მეგობარი. მახო იცით თქვენ რო გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ, ეს კიდევ ერთ მასშტაბურ კაცზე ვამახვილებ ახლა ყოველდღიურად გახსენებთ, რომელიც რო იყოს გაცილებით მდიდარი იქნებოდა ჩვენი საზოგადოება. და რომელიც როცა იყო, ხო, ცოცხალი, ახალგაზრდა იყო მახო 50 წლის, როცა გარდაიცვალა რო იყო შველი ლიტერატურაც და ეს სფეროც ძალიან მდიდარი იყო, სხვა თუ არაფერის არილს გამოსცემდა, იცით თქვენ. მოკლედ მე და ლევანი ერთმანეთს ვეთანხმებით აბსოლუტურად ყველაფერში, მეთქი გარდა უიშვიათესი ოხერი და ასე შემდეგ, უიშვიათესი შემთხვევებისა, აი ლეო მესის ამბავი გავიხსენეთ. ეხლა ლევანმა აი გიო ახვლედიანი ვახსენე, ლევანმა გიოს მეგობარმაც, ჩემმა მეგობარმა, მე კიდე ყველაზე უფრო შორი მეგობარი ვარ, უფრო ახლო მის მეგობრებზე ვლაპარაკობ. ახლა ახოც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო ხარბედია. ამ 10 საათის წინ გამოაქვეყნა ასეთი სტატუსი Facebook-ზე. თქვენ რომ მოღალატეს ეძახით, ჯერ იმ კაცის ცხოვრება უნდა გაიგოთ. უნდა იცოდეთ, როგორ სძულს რუსეთი და როგორ აფანატებს დასავლეთზე. ბრიტანეთში ცხოვრობდა, გიო ახვლედიანზეა სტატუსი. გიო ცხოვრობდა ბრიტანეთში. როგორ ტკივა ეს შეურაცხყოფა, რასაც აყენებთ სრულიად არაფრის გამო და როგორი უსამართლობაა ეს ყველაფერი. გიო ახვლედიანი წმინდანი არ არის,
არც აქვს ამაზე პრეტენზია ხალხო მეგობრებო გაგების მქონენო დალაპარაკების უნარიანება უბრალოდ თავი დაანებეთ გიოს განა ასეძნელია რომ წერლისაგან ერის მამის გამოჩორკნა არ დაიწყოთ და მასში ჩვეულებრივი ადამიანი დაინახოთ რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია ის რაც შეუძლია ასახელებს ერთ პიროვნებას და ეს დავასახელებ რაღა იასახელებს გედი ფოფხაძეს ან მაგალითად დავით უსუფაშვილს გიო მისი მაგინებლების 80%-ისაგან განსხვავებით 41 გიოს არასოდეს შემოუხაზავს ხო და ვისაც ეს ქაქი გაქვთ თუნდაც ერთხელ მაინც ნაჭამი თქვენ მაინც დაყენდით რა და მე ამ მომენტისთვის ყოველ შემთხვევაში 65 მოწონება ლაიქი კარგი ადამიანებისა ერთმანეთზე უკეთესებისა მე ესე ვიტყვი ერთმანეთზე უკეთესებისა მათ შორის ქართული ოცნების 51-ის შემოხაზავების გაგიკვირდებათ და მე არ დამილაიქები სწორი ბრძანებაა ლევანისა სწორს ამბობს გიოს დაანებეთ რა თავი მას დავანებოთ რა თავი სწორი ბრძანებაა თავისთვის არის ეს კაცი რაღაცა ამას წინა თანაკორძაია სამადაშვილთან ერთად თუ არ ვწდები იმერეთს თუ არ ვწდები ან რაჭალეჭხუმს რა იმერეთს უფრო სტუმრობდა იქ რასაკვირველია წიგნზე ლაპარაკობდა რასაკვირველია ლაპარაკობდა ისტორიაზე რასაკვირველია ლაპარაკობდა ასე მაგალითად მე-19 საუკუნეზე ან მე-20 საუკუნეზე 20 საუკუნის დასაწყისზე საქართველოს ოკუპაციაზე წიგნზე უფრო ალბათ აი ესე დეტალურად არ ჩამიხედავს გავანებოთ რა თავი ამ მასშტაბურ კაცს სწორია ლევანი სწორია და 55 ჯერ ვიტყვი რომ სწორია მეთქი მაგრამ მეორე მხრივ ლევანი არ მიწყენს და ავსვამ ასე კითხვა სწორია კი ბოლომდე სწორია კი გიო მართლა ანტირუსი კაცია ანტირუსეთი კაცია გიოს ხო ლევანის ქმის არ იყოს ზულს ასე წერს ხო ლევანი ჯერი კაცის ცხოვრება უნდა გაიგოთ უნდა იცოდეთ როგორც ზულს რუსეთიო გიოს მართლა ზულს რუსეთი აი შორეულ 90-იანებში ჩვენ რომ შევხვდებოდით ერთმანეთს და რაღაცა ერთად მოვდიოდით რედაქციიდან და გადახდიონის ხილზე გადმოვდიოდით და რაღაცებს მიამბობდა ხოლმე და მე პირდაპირ უსმენდი ჩემზე უფროსია გიო ხო 90-იანებში 90% მისი ამბობისა სწორედ რუსეთზე იყო და რუსეთის სიავეებს ეს მახსენდება მანაც მე ჩამომაყალიბა როგორც ანტირუსი კაცი მასაც მიუძღვის წვლილი და დამსახურება ხო ერთი და მე გამახსენდა ბოდის ვიხდი და მე დაუბრუნდები მე და გიოს სატუმღაც გვამსგავსებდნენ ერთმანეთს მე შედარებით დიდ წვერს ვატარებდი და გიო ხო უფრო დიდ წვერს ატარებდა ვიდრე დღევანდელი ჩემი წვერი რატომღაც გვამსგავსებდნენ ერთმანეთს და ერთხელ ვერის ბაღთან კიროვის ბაღი ერქვა მაშინ იქ ვდგავარ და ტიპი მოვიდა რა და დამტრიალებს გარშემო დამტრიალებს გაჩერებაზე ვდგავარ რაღაც საზოგადოებრივი ტრანსპორტს ველოდები დამტრიალებს მე თქვი რა უნდა ეხა სუგაგიზდა ეს ხალხი 90-იანები და მე რომელიღაც ეტაპზე მითხრა რომ 5 წუთიო დამელოდებიო მე ვთქვი დაგელოდებით მეთქი და ტიპი გაიქცა პეროვსკაიას მიმართულებით ქიაჩელი ხო მოკლედ პეროვსკაიას მიმართულებით გაიქცა მე ველოდები რომ დაპირებული ვარ დაახლოებით 26-ის ალბათ 27-ის და მოირბინა ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები უჭირავს ხელში და ცნობას გაფიცეფო რა გიო ხელი მომიწერიო ავტოგრაფი და ამისვიო ხო არ გაუტეხავდი ახლა ამ კაცს გამოვართვი კალამის კონდა გამოვართვი ეს კალამი გამოვართვი წიგნი და დასაწყისშივე ვიდრე მარცხენა მხარეს ვიდრე წარწერიანი ფურცელია იქ სახელი მეთქი რაღაცა მითხრა არ მახსოვს და რაღაც დიდი პატივისცემით ჯიმ შერს პირობით სახელით ჯიმ შერი არ ერქვა დავითს არ გიორგის ლევანს ირაკლის ამის ხო მოუწერე ხელი მე ეს ვუამბე მოთხე გიორგ ახვლედიას მოთხე რომ ამოგიხდეს მეთქი ეს რომელიღაც ეტაპზე რომ შენი ესე თან გავკარი ხელი ის კაცი ბედნიერია პეროვსკაიაზე ცხოვრობს ალბათ რაღა პეროვსკაიიდან მოირბინა ხო
და ამ წარსულთამდე გონია რომ გიო ახვლედიანმა მოუწერა ხელი თუ მისმენს ეხლა უნდა მოუბოდიშო დამიკავშირდით და მე ვნახავ გიო ახვლედიანს მე ვიყიდი ფალიაშვილის ქუჩის ზაღლებს მე მიუტან მას მე მოვაწერიდებ მას ხელს და ნამდვილი გიო ახვლედიანის ხელმოწერა გეკნებათ და არა ხელმოწერიანი წიგნი გეკნებათ და არა ჩემი წიგნი ჩემი ხელმოწერით დავუბრუნდეთ ლევან სებისკვერაძეს და ამგვარ რამეს ამბობს როგორ ტკივა ეს შეურაცხყოფა რასაც აყენებს სრულიად არაფრის გამო და როგორი უსამართლობაა ეს ყველაფერი სწორია ლევან გიო ახვლედიანი წმინდანი არ არის ამაში სწორია არც აქვს ამაზე პრეტენზია ხალხო მეგობრებო გაგების მქონენო დალაპარაკების უნარიანებო უბრალოდ თავი დაანებეთ გიოს განა ასე ძნელია რომ წერლისაგან ერის მამის გამოჩორქნა არ დაიწყოთ და მასში ჩვეულებრივი ადამიანი დაინახოთ დიახ თუ ჩვეულებრივი ადამიანია ლევან კი მართალი ხარ შენ არა თუ თითქოს არამედ ნამდვილად მართალი ხარ მაგრამ თუ ჩვეულებრივი ადამიანია ერთიოდე სიტყვა მაინც იქნებოდა გარდაულად აუცილებელი ჩვენთვის გარდაულად აუცილებელი იმ საპროტესტო მოძრაობისთვის გარდაულად აუცილებელი ქართველი ხალხისთვის გარდაულად აუცილებელი ახალგაზრდობისათვის იმიტომ რომ ის ავტორიტეტია მე ხლა რაღაცა ყელტუჩათი მისისთვის სიტყვის ამოგლეჯვას კი არ ვინც რაღაცა წერს ამ კომენტარებში ყელტუჩას ახსენებს და მე მგონი ამიტომ ჩამრჩა ეს ყველაფერი ხო ამ სიტყვის ამოგლეჯვას კი არ ვცდილობ ან კი არ მოვუწოდებ შეიძლება არც მოვუწოდებ რა უფლება მაქვს მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ ძალიან კარგი იქნება გარდაულად აუცილებელიც კი არის რომ ამ ჟამს ამ ვითარებაში ამ ბრძოლაში ამ ტკივილში ამ ფიქრში სწორედ ავტორიტეტებმა თქვან და გიო ახვლედიანის ნაირმა ავტორიტეტებმა თქვან თავისი მძიმე სიტყვა თავისი ერთი არ ვიცი მაგრამ ორი ან სამი სიტყვა თქვენ რას ფიქრობენ მაგრამ ზოგადად მე აქ იმაზე არ ვლაპარაკობ რომ ქართული ოცნებ დინარაძემდე უნდა დავიდეს და კობახიძემდე უნდა ჩავიდეს და კობახიძე რუსია და მდინარაძე ღრუსია ეს თქოს რასაკვირველია არა მაგრამ აი საქართველო არასოდეს დამარცხდა საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის საქართველო უნდა იყოს დასავლეთის წევრი ბოროტება უნდა დასრულდეს აი რაღაცა ორი სიტყვა ზეპირ სიტყვიერად იქ სადაც საჯაროდ გამოდის ხოლმე ხანდახან მაინც იქ რომ ეს წარმოთქმავს უმალ ვინმე დაიჭერს ამას უმალ ვინმე აღმოაჩენს ეს არ არის ერის მამობის მოთხოვნა თუმცა ჩვენ სინამდვილეში ერის მამობა არ ვიცი მაგრამ ის ფუნქცია რომ მოსთხოვო მწერალს რა ფუნქცია მისიაც აიღო მწერალმა მე-19 საუკუნეში ესეც არ იქნებოდა ლევან გასაკვირი შენ კი აქ საყვედურობ რომ ჯელო ხმამახლა ხო ესეც არ იქნებოდა გასაკვირი იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში აკი ამიტომაც აიღეს აკი ამიტომაც გასციეს ჭაპანი მწერლებმა მეთქი მესეს ხმამახლა ვამბობ საბოლოო ჯამში ერთმა მწერალმა გასცია ხო ერთმა მართლა და მე სხვები ჩაებნენ სხვა შორის ბევრი ისეთი ვის გონია რომ ჩაება ისინი სულაც არ ჩაბმიან მას მაგრამ კარგით გავანებოთ ახლა მე-19 საუკუნის რევიზიას თავი თუ კრიტიკას ხო არ ვამბობთ რომ მან ილიობა უნდა ერის მამობა ილიობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე მაგრამ ერთიოდეათ ორიოდე სიტყვა კარგი იქნებოდა ჩვენთვის მათ შორის იმათთვისაც ვინც ამავე სტატუსის კომენტარებში წერს რომ აი მაგალითად დაშუაშია წმინდანობა ან გმირობა როგორ შეიძლება ვენდო მწერალს რომელიც დღეს დუმს ცდება ალბათონი ია ამირიძე რასაკვირველია როდესაც ამ დობა რაშუაშია ალბათონი ია რა დობა არ დობა ვიღაცა პასუხობთ მე ბანკიაო და სეცხს იღებთო მართლა ლევანიც პასუხობთ რაშუაშიან დობაო მწერალს რატომ უნდა ედო რა დამოკიდებულებაა ესო ნუ ენდობით ხო ამას პასუხობთ და ასე შემდეგ და მე უკვე ლელა ფიროსმანიშვილი პასუხობთ რა უნდა ენდოთ ბანკიაო სწორია კალდონი ლელაც და ლევანიც მართალია თქვენთან მაგრამ დობაზე არ არის მაგრამ ესეთი არასწორი მაგრამ უარყოფითი ნეგატიური კომენტარები რომ არ წამოკომენტარები მოსაზრებები რომ არ გაახმიანდეს ესეც კარგი იქნებოდა გიოს ცოტა უფრო მეტი მოეთხოვება მე ჩემი მოსაზრებითაც ლევან ბოდის ვიღდი და გადაეცით მე აქ რასაკვირველია როგორც გულშემატკივარი როგორც მისი მცროსი მეგობარი როგორც მისი თანატოლი მეგობარი როგორც მისი მეგობარი ისე ვლაპარაკობ რაღაც ვთხოვთ მაშინ რას ვთხოვთ რიგით ესე უნდა ვთქვა ჩვეულებრივ არაცნობილ მოქალაქეებს რას ველაპარაკები მე ჩემს და შენ საერთო ნაცნობებს ლევან რომლებიც ვაგლახდა სამწუხაროდ გაჩუმებულნი და
შიწყალჩაგუბებულნი არიან. რატომ მოუწოდებ მათ დაუსახლებელად რასაკვირველია, მაგრამ ირიბათ ან პირად ურთიერთობაში რომ გამოდიდა დადექი ოპერასთან. შედალოცვილო მას ხომ აქვს არგუმენტი რომ მე რატო გამოვიდე ჯერ თქვენი კი არა ჩვენი საერთო დიდი უდავოდ მწერალი გამოსულიყო რუსთაველზეც არავინ არ ითხოვს გიოსგან ერთი სიტყვა ეთქვა გიო ახვლედიას ფეხბურთელს რომ ვუწოდებთ შეიძლება შენ არა ლევან მაგრამ საზოგადოება რომ უწოდებს მორაგბეს რომ რაგბისტი არა სწორი სიტყვა ლევანმა იცის მაგრამ სხვებს მიმართავ რაგბის უნდა უძახებთ მორაგბია ხო მორაგბეები არიან მორაგბეებისგან რომ ვითხოვთ რაღაც მამუკა პირობითად ლაპარაკობ მამუკა რატო არ ამოიღე ამდენი ხნის განმავლობაში ხმა ეს მამუკა უფროა ვალდებული ამოიღოს ხმა თუ უფრო სწორედაც რომ წერალია ვალდებული რომ ამოიღოს ხმა მით უფრო წერალი მაგრამ მით უფრო მასშტაბური კაცი არავინ უარყოფს ამას თქიახ არაფერია მაგის წერლობა ჩემთვის ახლა როცა დუმს ნიკოლოს მადეირა ნეფარიძე არ არის ნიკოლოს ასე მთლად კი არა საერთოდ არ არის ასე თქვენ წერლის შემოქმედებას უყურებთ რასაკვირველია ხო და მე ძალიან კარგად პასუხობს ჩემი აზრით ლევანი თვალები რომ გეტკინება გიოს წიგნების კითხვით და მიძახე და მე მოგიყვებიო ხო და ასე შემდეგ თუმცა აქ ვიღაცა არ მახსოვს ვინ არ მახსოვს მაგრამ ერთ-ერთი ავტორი ხო აიგე ალექსანდრ ქართველი კნუთ ჰამსუნს ახსენებს უკეთესი მწერალი იყო მაგრამ ნაცისტიო ძალიან კარგი მწერალი ახვლედიანი მაგრამ ახლა სიჩუმე გამაოგნებელი არ ვიცი რამდენად არის მაგრამ სამწუხარო კი არის და აქ კლავ მეორე პლაკატით ხელში გამოსვლას არ გულისხმობ აქ გულისხმობთ ერთი ოდეს სიტყვის დაწერას რუსუდან ასე მაგალითად რუსუდან კობახიძეზე 9 შვილის დედაზე რომლის კადრების ლევან შენს ნანახი გაქვს მეც ნანახი მაქვს თუ არა გიო ახვლედიან სიმართლე გითხრა არ ვიცი არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული როგორ გადის ეს 9 შვილის დედა კალბატონი შუაგულ რუსთაველზე რაღაც პლაკატით ხელში მოძრაობს აი ამ მანქანებით სავალ ნაწილზე და აქ იმას არ არის ლაპარაკი 9 შვილი ყავს 7 თუ 11 თუ 2 ხო აქ ლაპარაკია იმაზე რამდენად თავდადებულია და განამხოლოდ ის ხო და რა ვიცი მე ესე ვფიქრობ რომ ჩვენ არავინ არ უნდა გავრიყოთ რასაკვირველია და არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს გიო ახვლედიანის მასშტაბურობაში ხო არ უნდა შეეპაროს ეჭვი ჩვენ მასშტაბებში და არა მხოლოდ მასშტაბურობაში. ასევე სწორ პოზიციაში მის იმაში რომ მას დიდად ეჯავრება ეს ამომგდები ჩვენი მისი ჩვენი ქვეყნის ამომგდები რუსეთი. და ორიოდე სიტყვა ყველა ვერ კითხულობს ეგრა მაგის პასუხი აქ ერთ-ერთი ავტორი თუ არ ვწდები ჩემი მეგობარი ასევე თუ არ ვწდები ალეკო ცკიტიშვილი შესაძლოა სხვა ხო არა უგასწრებად გიორგი უგულავა ოღონდ გიგი უგულავა კი არა რაღაც სხვა გიორგი უგულავა ხო როძინა ქართული ზვეულები და ასე შემდეგ ხო ესენიო ბოდიში მეკინა ამის პასუხი გავეცი არა და სხვა რამის გაკეთება მინდოდა ხო დაულაიქე მე მგონი თუ არ დაულაიქე კი ბატონო ხო როძინა ქართული ზვეულები ჭრდილი გზაზე და ასე შემდეგ ხეირიანად რო წაეკითხეთ აღმოაჩენდნენ რომ გიო ახვლედიანზე ხმამაღლა ვერავინ ლაპარაკობს არის ასე გიორგი უგულავას მიმართავ მაგრამ როძინას ვერ წაიკითხავდა რიგითი მკითხველი საზოგადოების ყველა წარმომადგენელი ვერ წაიკითხავდა როძინას კი არა კვაჭანტირაძე არა აქვს წაკითხული აბადიეთ რა გულახდილად ლაპარაკობ როძინას კი არა ოთარ ანთქმევი არა აქვს წაკითხული როძინას კი არა ეფხისტყაოსანი არა აქვს წაკითხული როძინას კი არა განა როძინას ვაყენებ ახლა ესე არ გამომივიდეს მაგრამ ანუ რაღაც სტუმარ მასპინძელი არა აქტივებს წაკითხული და ხო სტუმარ მასპინძელი წაიკითხე და მე გაიგებ რა პოზიციები ჰქონდა ვაჟა-ფშაველასო ხო ეს რო თქვა სწორი იქნება ბოლომდე არ ვიცი ვაჟა-ფშაველას უნდა ჰქონოდა დამოუკიდებლად იმისას თუ არ მასპინძელს დაწერდა თუ არა ის პოზიციებიც ამ მოკრივე უცნაური ენის გაგიწეთილი გამახსენდა ხო ენას რო უწუნებდა იმ ენის კაც ვაჟა-ფშაველას ჰქონდა
ავისი მე ვსჯელობ ეხლა ხმამაღლა სიამოვნებით შევხვდებოდი იგივე ახვლედიანს ალბათ 1-2 ათეული წელი არ მინახავს სიამოვნებით შევხვდებოდი სიამოვნებით მოусმენდი უფრო მსმენელი ვიქნებოდი და არა მთხრობელი რასაკვირველია 2 სიტყვას ან 5 სიტყვას მეც ვეთყოდი მაგრამ მოусმენდი ვიმსჯელებდით თითო ჭიქაღვინოს დავლევდით პურს გავტეხდით ვიფიქრებთ ამ ქვეყანაზე ვიფიქრებთ და არავის ეჭვი არ შეეპაროს რომ გიო ახვლედიანი ამ ქვეყანაზე ფიქრობს გაცილებით უფრო სიმედ და გაცილებით უფრო მასშტაბურად ვიდრე დემონსტრაციაზე გასულთაობა ბევრი დიდი ნაწილი მაგრამ აქაოდან მწერალი ვარ და განზე დგავა რომ ესეთი ფიქრიც ალბათ არ შეიძლება იღუპება გიო შენი ქვეყანა ჩვენი ქვეყანა იღუპება ჩვენი ქვეყანა ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყანა იღუპება და ახლა მწერალს თუ შემოუტევენ ამის გამო ხომ არც ეს არ უნდა გაგიკვირდეს იმის გამო რომ ეს მწერალი გულში და არა მხოლოდ გულში პატრიოტი კაცი მასშტაბური კაცი შენ ხმას არ იღებ 2 სიტყვასაც კი არ ამბობ ხო ეს გასაკვირი არ არის ლევან თუ გიოსაც მიმართავ ამ სიტყვით წერლები არიან, წერლებს იჭერენ, წერლები ხელს არ ტყავენ პოლიციელებს, წერლებს ტკივად, გიოსაც ტკივად არწმუნებული ვარ, წერლები ფიქრობენ, გიოც ფიქრობს დარწმუნებული ვარ, უბრალოდ უნდა გვითხრას. თვალშორის წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ოცნება ასახეთ როგორ თეორიულად როგორ გამოიყენებს ამ ამბავს. იტყვის რომ ბაგე თქვენი კი არა ჩვენი საერთო მწერალი გიო ახვლედიანი და ხმა დადუმებულია და ესე იგი ჩვენსკენ არისო. ესეც ამ კუთხითაც შევხედოთ ხოლევან საკითხს. ესენი ხო ყველაფერს იკადრებენ. ავიცი, მიყვარხართ ყველანი, ვინც ქვეყნისთვის ხართ. ლევან, შენ გიო ახვლედიანი ასაგულია მიყვარს ოქრო და გულიანი კაცია და მასშტაბური კაცია. და ყველა მაყურებელს ყველას მიმართავ მაყურებლებიდან ვინც ამ ქვეყნისთვის არის. უბრალოდ ხანდახან იმაზე უფრო მეტი ხმამაღალობა გვმართებს განსაკუთრებით მძიმე ისტორიულ ჟამს ვიდრე ვართ ხოლმე მეც კი რომელიც ესე შევზახებ ხოლმე ალბათ უფრო ხმამაღალი უნდა ვიყო. ნახავდი ნახონდეს